მოგესალმებით, ჩემო კარგებო, როგორ ხართ, რა შვებით და დღევანდელი ვიდეო შეეხება პროდუქტებს, რომელიც უკვე დავტესტე, გამოვიყენე და მინდა გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები, აზრი ამ პროდუქტებთან დაკავშირებით, თუმცა ვიდეოს დასაწყისშივე გეტყვით, რომ ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური, საშუალებებმა პროდუქტებმა, რომელმაც იმუშავა ჩემზე, შეიძლება არ იმუშაოს თქვენზე, არ მოგეწონოთ, ან პირიქით პროდუქტი, რომელიც მე არ მომეწონა, შეიძლება თქვენთვის იყოს იდეალური. ხო და ესე იგი რა ხდება აქ? წავედით. პირველი პროდუქტი, რომელიც მინდა გაჩვენოთ, ეს არის ქოქოსის ზეთი და ეს არის უსასწაულესი პროდუქტი. ნახეთ, ცარიელია, შიგნით არაფერი აღარ დარჩა. შემცვლელი უკვე მაქვს. ნაყიდი. ამ წარმოების არ არის, სხვა წარმოების არის, თუმცა ისიც ძალიან კარგია. და რა ხდება ახლა? ეს არის Organic Virgin Cold Pressed Coconut Oil. მოცულობა 200 მილიგრამი. ეს იყო გაყინული, არა ისეთი მდგრადი სახით იყო და ნუ ზაფხულში ზეთისებური სახით იყო, იმიტომ რომ სიცხეზე ეს ყველაფერი დნება. ეს ღირდა 5 евро. წარმოებელი ქვეყანა არის შრი-ლანკა. ნამდვილ ქოქოსის ზეთს უნდა ჰქონდეს მსუბუქი ისეთი ქოქოსის სურნელი. ახლა ქოქოსის აიმე დედა, რა ხდება? ახლა ქოქოსის სურნელი ყველამ ვიცით, ხო? არ მგონია მოიძებნებოდეს ადამიანი, ვინც არ იცის ქოქოსის როგორი სუნი აქვს, ქოქოს როგორი სუნი აქვს. დამჭირს. ხო. ეს პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საკვების სახით, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკის სახით. დაუშვათ მე პირადად, საკვებში არ გამომიყენებია, არა, გატყუებთ 1-2 გამოვიყენე. ზეთია ესეც, ხო? და ლოგიკურია, რომ ამაში შეიძლება შეწვა საჭმელი და შემიწვია და დამიჯერეთ ძალიან გემრიელია. თუმცა ყველა არ გამოიყენება, არსებობს ქოქოსის ზეთი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ კოსმეტიკის მხრივ და იმას აუცილებლად უნდა ეწეროს, რომ არ არის, დაუშვათ უნდა ეწეროს, რომ გამოიყენება საკვების სახითაც, ან უნდა ეწეროს, რომ სადღაც მაინც მინიშნებასავით, რომ არის კოსმეტიკის მხრივ. ხო, თუმცა მე ძირითადად ვხმარობდი თმებზე, დავიტანდი თმის ბოლოებზე, დაახლოებით აი ამ სიგრძიდან, ყურიდან ქვემოთ, ეხლა შევიჭერით თმები და ასე მაქვს მხრებამდე, რა მნიშვნელობა აქვს? თლიან თავზე არ შემიზელია, ძალიან იშვიათად ზოგი აკეთებს ასე, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ დაბანის შედეგად ეს მაინც არ ჩამოირეცხება კარგად ეს ზეთი თმიდან და ამიტომ ვიტან ხოლმე ასე შუაზე გავყოფ და აი ამ დაახლოებით ყურის აი ამ ნაწილიდან ქვემოთ სიგრძის მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლოებში კარგად შევიზელ ამ ყველაფერს. კვირაში 2-ჯერ, შეგიძლიათ 3-ჯერაც, ეს არ ვნებს არანაირად თმებს, პირიქით უფრო აჯანსაღებს, კვებავს და ისეთ რბილს და ფაფუქს ხდის და რაც მთავარია ამცირებს ბოლო ჭამიებს. დაახლოებით საათი, საათი, 2 საათი გავიჩერებ, არა აქვს მნიშვნელობა, რაც დიდი ხანი მით უკეთესი. შემდეგ, როდესაც თავის დაბანას გადავწყვეტავ, ამ ყველაფერს ჩამოვიფან თბილი წყლით და მივყვებით ჩვეულებრივად პროცესს. შამპუნი, კონდიციონერი და ასე შემდეგ. და დამიჯერებ, თუ კი ამას სისტემატიურად გამოიყენებთ, შედეგი აუცილებლად გექნებათ. აუცილებლად, მე მაგალითად მაქვს ხშირი და უხეში თმები, შენაღები არ მაქვს, თუმცა ესეთი გენეტიკაში, ასე ვთქვათ, ასე მაქვს, უხეში მაქვს თმები, იმის ფონზე, რომ ჩემი თმები არის საკმაოდ ხშირი და აუცილებლად მაქვს ეს ყოველთვის ქოქოსის ზეთი. ხო, იდეალურია. ეს საქართველოშიც იყიდება, ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ შარშან საქართველოში როდესაც ვიყავი, მე თვითონ შევედი აფთიაქში და შევიძინე.
თუ არ ვცდები, ყველა აფთიაქშია, მე პირადად შევიძინე ფარმადეპოში და ძალიან მომეწონა. ხო, ასევე რა მინდა დავამატო, შეგიძლიათ გამოიყენოთ გარუჯვის დროსაც, მე პირადად რუჯის დროსაც ვხმარობდი ამას. ნუ თავიდან მზეზე როდესაც გავალთ, პირველი 3 დღე მაინც აუცილებელია, რომ გამოვიყენოთ SPF-ი, რომ არ მივიღოთ დამწრობა, ეს ძალიან აუცილებელია. შემდეგ, როდესაც ოდნავ დავიფერებით და ესეთი საშიში აღარ იქნება ეს ყველაფერი, შეგიძლიათ მიაშველოთ აი ეს, ეხმარება ძალიან კარგად სხეულს გარუჯვაში და რაც მთავარია ირუჯებით ძალიან მალე და შედეგი, ანუ რის თქმა მინდა, რუჯი ძალიან მალე არ გადაგივათ, წარმოიდგინეთ, ეხლაც კი მაქვს რუჯი შენარჩუნებული. შემდეგი პროდუქტი ეს არის კლინიკის აი ასეთი სახის დასაბანი Redness Solution და რა უნდა გითხრათ ამ პროდუქტზე ცოტა ისეთი აზრი მაქვს თან მომწონს, თან არ მომწონს, მაგრამ მაინც უფრო ვფიქრობ, რომ არ მომწონს. ის რაც აქვს ფასი რეალურად არ ღირს ეს პროდუქტი. ამაში მივეცი ფას დაკლებით, Duty Free-ში ვიყიდე ეს, როდესაც მივფრინავდი საქართველოში, მქონდა ფასდაკლება და თუ არ ვცდები 23 ევროს მაგივრად ღირდა 16 евро. შევიძინე 150 მილიგრამი, ნუ საკმაოდ ისეთი სტანდარტული, ვფიქრობ, მოცულობა, ნორმალური. და რა არ მომეწონა? არ მომეწონა ის, რომ რაც წერია, ნუ კანს კი ისეთ შეგრძნებას აძლევს, კანი ხდება გამოყენების შემდეგ ფაფუკი, ისეთი რბილი, ნაზი, მაგრამ სხვას არაფერს არ აკეთებს. ანუ აქ რომ წერია, რომ ასწორებს ტონს, სახის ფერს, აი ამ ადგილებში მე მაქვს, სხვაგან ძირითადად არსად, ოდნავ მაქვს ხოლმე კიდევ აი აქ, მაგრამ მაინც ჩემი პრობლემური ადგილები არის ეს, მაქვს აი ამ ადგილებში ლაქებიც არა, ოდნავი სიწითლე და არაფრით არ მოერია მაგას, საერთოდ არ გამისწორა ფერი, საერთოდ ერთადერთი რაც ქნა არის ის, რომ კანი მქონდა უფრო შედარებით რბილი ფაფუკი, ასე ვთქვათ, ახალშობილის კანი რომ არის, ხო მიცით? დაახლოებით აი ისეთი, სხვას არაფერს არ აკეთებს და ვთვლი, რომ 16 евро კიდე ფასდაკლებით და 23 евро აი ამ პროდუქტისთვის არის, ნუ ჩემთვის მაგალითად ფულის გადაგდება, მეორედ აღარ ვაპირებ აი ამის შეძენას. ძალიან კარგი ბიუჯეტური ანალოგები აქვს აი ამ პროდუქტს. დაუშვათ, იგივენაირად მოქმედებს CeraVe სახეზე, დაჟე CeraVe კიდევ უფრო უკეთესია, CeraVe-ის დასაბანი კიდევ უფრო უკეთესია. კარგად ებრძვის სახის რელიეფის გასწორებას, კარგად არბილებს, ფერს და ტონსაც კარგად ასწორებს კანზე. და მირჩევნია CeraVe, აქ ღირს 3 евро, დიდი მოცულობა ღირს 10 евро და არის თუ არ ვცდები 250 მილიგრამი და ეს არის, ანუ ერთი კიდე ამდენი. დაახლოებით რაღაც მასეთი. და ასევე ძალიან მომეწონა, რაც აი შეიძლება ითქვას, ამის ანალოგია ერთი-ერთშია Johnson Baby-ის სახის დასაბანი. ერთი-ერთშია. და ეს თუ ღირს 23 евро, Johnson Baby-ის სახის დასაბანი ღირს 3 თუ 2 евро. ხო, გავაგრძელოთ. შემდეგი პროდუქტი, რაც მინდა გაჩვენოთ, ეს არის ასევე აი ესეთი სახის დასაბანი, Garnier-ის სახის დასაბანი, რომელიც არის დამზადებული მწვანე ჩაიზე და 96%-ით ნატურალურ პროდუქტებს შეიცავს. ყოველ შემთხვევაში ასე გვეუბნება მწარმოებელი. ეს არის უბრალოდ ყოველდღიურად რომ დაიბანოთ სახე, ვთქვათ, დილით რომ ადგებით, დაიბანთ ამით სახეს, მაგრამ შემდეგ აუცილებელია დამატენიანებელი, რადგანაც აი ამ ეს დასაბანი სახეზე ტოვებს ისეთ ცოტა დაჭიმულ შეგრძნებას, კანის დაჭიმულობას და ჩემთვის პირადად ეს ძალიან უსიამოვნოა. ხო, აუცილებელია გამოიყენოთ ამის შემდეგ კარგი სახის დამატენიანებელი მკვებავი. მაკიაჟს არ მოგაშორებთ ეს პროდუქტი. ხო. და რახან ისეთ
უკვე დატესტილ პროდუქტებს გაჩვენებდით, ვიფიქრე რომ მოდით ამასაც გაჩვენებთ. კი ეს არანაირ თემაში და არანაირად არ არის კავშირში კოსმეტიკასთან და თავის მოვლასთან, თუმცა ჯანსაღ ცხოვრებასთან ნამდვილად კავშირშია. ეს არის პროტეინი, უკვე ცარიელი პარკი, ყუთი. და რა მინდა გითხრათ, აქტიურად ვარჯიშობ მე ახლა, დაახლოებით 4 თვეა რაც ვარჯიშობ. თუ გაინტერესებთ ამ თემასთან დაკავშირებით, ვთქვათ, როგორ ვარჯიშობ, რა პრინციპით, კვირაში რამდენჯერ, რას ვჭამ, რა ვარჯიშებს ვაკეთებ, რამდენი ხნით, კვირაში რამდენი დღე და რამდენი საათი ვარჯიშობ, დამიკომენტარეთ და თუ ვიდეო გინდათ, აუცილებლად გადავიღებ. ეს არის პროტეინი, არ შეიცავს გლუტენს და აქ აწერია aspartame free, ასპარტამი არ ვიცი რა არის. ღირდა 12 евро, არის 1000 გრამი. შეგიძლიათ მიიღოთ ვარჯიშამდე ან ვარჯიშის შემდეგ, ვარჯიშის დროს ამის მიღება არ შეიძლება. ჩემი იყო შოკოლადის გემოთი, თუმცა მეორედ არ ვაპირებ ამის შეძენას. კი, კარგი პროტეინია. მომეწონა, მაგრამ ამაზე უკეთესებიც არსებობს. და ხო, ეს არის ერთ ჭიქაში არის 387 კალორია და ამას ყოველდღე არ მოვიხმარდი, მხოლოდ მაშინ, როდესაც ვაპირებდი ვარჯიშს და ძირითადად ვარჯიშის შემდეგ მაშინვე შეგიძლიათ გახსნათ წყალში, რძეში ან თუნდაც საკვებში გააკეთოთ ამის დახმარებით დაუშვათ პანკეიკები. ძალიან მარტივი გამოსაყენებელია, მაგრამ მე ძირითადად ხსნიდი წყალში და ვარჯიშის შემდეგ მაშინვე როგორც დავასრულებდი ვარჯიშს, 2-3 წუთის მერე მივიღებდი აი ამას. ეს რაც შეეხებოდა პროტეინს, კარგია, მაგრამ უკეთესებიც არის. შემდეგი. და რახან შევეხეთ ამ თემას, მოდით პარემ ამასაც გაჩვენებთ. ესეც ასევე ერთი წარმოების პროდუქტია, ეს არის green coffee, natural and effective. რამდენი ცალია შიგნით? 120 ტაბლეტი არის შიგნით და ეს რა არის? ეს გამოიყურება აი ასე. შიგნით თუ არ ვცდები, არის დარჩენილი 3 ცალი. დამივარდა. აი ასეთი აწაწკუნდა ტაბლეტი და ეს გეხმარებათ რაში? ეს გეხმარებათ იმაში, რომ დარჩეთ ენერგიაზე, გაგიმარტივოთ უფრო ვარჯიში, არ დაიღალოთ მარტივად, ხო და გაძლევთ უფრო ენერგიას იმისთვის, რომ რაც შეიძლება ხარისხიანად დიდხანს და კარგად ივარჯიშოთ. და ეს პროდუქტი ძალიან მომეწონა, ამას კიდევ შევიძენ. მაგალითად 2 ტაბლეტს ვსვავდი ბოლოს უკვე, თავიდან საერთოდ არ ვსვავდი და შემდეგ რომ დავიწყე გამოყენება, დავიწყე 1 ტაბლეტით და ნელ-ნელა გადავედი 2 ტაბლეტზე და ნამდვილად ჰქონდა შედეგი. თუ კი ტაბლეტის გარეშე ვარჯიშობდი დაახლოებით 40 წუთი და უკვე საკმარისი იყო და მეტი აღარ შემეძლო. აი ამის დალევის შემდეგ, მაგალითად გუშინ ვივარჯიშე, ვივიღე 2 ცალი ტაბლეტი, ეს და თითქმის 2 საათამდე გამომივიდა ვარჯიში და კიდევ შემეძლო რომ მე ვარჯიშე, ისეთ ენერგიაზე ვიყავი, მაგრამ გავჩერდი. მეთქი stop, საკმარისია დღეისთვის. მოკლედ, ჩემგან რეკომენდაცია აი ამ პროდუქტს. ხო, შემდეგი თემა, ჩემო კარგებო, ეს არის პადები, ეს არის Tone and Brighten, ფირმას ქვია First Beauty-ს პადები. ცარიელია, შიგნით ყველაფერი აღარ არის და აქ რა ხდება? აქ უკვე ანუ ჩვენ ხო ტონერს მაგალითად ვასხავთ ბამბის დისკზე და ისე ვიწმენდავთ სახეს, აქ უკვე ეს ყველაფერი გამზადებული, ანუ ტონერში გაჟღენთილი ბამბის დისკები, აი ასეთი დისკები, ოღონდ უკვე ტონერში სითხეში გაჟღენთილი, აი ამაში. და რამდენი ცალი აქ არ წერია და არც მე არ მახსოვს. არ შეიცავს ალკოჰოლს.
ხო. ეს შევიძინე საქართველოში ყოფნის დროს ერთ-ერთ ჯგუფში და იქ წერდნენ, რომ ეს არის სასწაული პროდუქტი, ზოგმა ინანა რომ გაყიდა, ზოგს ვისაც ჰქონდა კიდევ დამატებით ეძებდა, რომ შევიძენ თქვათ 2 ცალს, კიდევ 3 ცალს, ეს არის სასწაულად ასწორებს სახის ტონს, ებრძვის სიწითლეებს და მოკლედ ასე შემდეგ. ასევე, ანუ არ ვიცი, შეიძლება ჩემზე არ მუშაობს ეს პროდუქტი, ვიფიქრე, რაზე გადაირია ეს ხალხი ესე, ცუდად არ გამიგოთ, მე პირადად ჩემზე არ იმუშავა ამ პროდუქტმა. არანაირად არ ებრძვის სიწითლეებს, ჩვეულებრივი ტონერია. ჩვეულებრივი პადებია ბოდიშს გიხდით. ნივეას თქვათ ტონერით ზუსტად იგივენაირად მოქმედებს კანზე, როგორც ეს. არც მეტი, არც ნაკლები. არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს. მე მეორედ ამის შეძენას ნამდვილად არ ვაპირებ. ვფიქრობდი თუ მომეწონა მეთქი არის უფრო დიდ შეფუთვაშიც, დიდ შევიძენ მეთქი, მაგრამ არა. ახლა რაც მაქვს ტონერები, ის უფრო ბევრად მომწონს და ახლა რაც მაქვს სახის მოვლაში ჩაშვებული, ძალიან კარგი პროდუქტებია და სასწაულად მუშაობს ჩემს კანზე. არანაირი გამონაყარი არ მაქვს კანზე. გამონაყარი აღარ მაქვს კანზე, ისეც არ მაქვს გამონაყარი და შავი წერტილებიც შემიმცირდა. თუ გაინტერესებთ როგორ ვუვლი ჩემს სახის კანს, დამიკომენტარეთ და აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს. მაშ ასე წავედით. შემდეგი ეს არის შიას კარაკი. ბოჯის გიხდით რომ აი ასეთ შეფუთვაშია, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გაჩვენებდით, ამას შეფუთვა არ აქვს, ეს მაქვს შეძენილი საქართველოში ეწოდინებათ, ასეთი კომპანია, პროდუქცია ქვია სურია, რომლის ხაზიც არის ნატურალურ პროდუქტებზე განკუთვნილი, პირდაპირ აფრიკიდან, ამას აი 100%-ით ვიცი, რომ ეს ნამდვილად ასია, დამერწმუნეთ. ის ყველაფერი რაც არის პროდუქტი, ყველაფერი მოდის პირდაპირ აფრიკიდან და არის უნატურალურესი. ასევე მქონდა კაკაოს კარაკი, რომელიც არის სასწაული რუჯისთვის, ძალიან ეფექტური, ძალიან მაგარ ფერზე დაჯდებით. მაგრამ გამთავდა უკვე. ხო, და რა დამჭა ეს პაწაწკუნტა შიას კარაკი, რომელიც იყო აი ასე სავსე და რისთვის არის ეს კარგი. ძალიან კარგია სტრიებისთვის, მათ ვისაც ყავს ბავშვი გაჩენილი, ან აპირებს გაჩენას, არის ორსულობის პროცესში, გირჩევთ რომ აი ეს დაიტანოთ კანზე და შეიძლება სტრიები არ გქონდეთ. მაინც ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური, თუმცა თუ ხელს მივაშველებთ აი ასეთი პროდუქტებით, ისეთი ცოტა მსუყე და ცხიმიანი დამატენიანებლებით, ზეთებით, ვფიქრობ რომ მაინც შეიძლება ესე ავარიდოთ და გვერდი აუაროთ სტრიებს. ხო, და ძალიან კარგია გამომშრალი კანისთვის. აი ძალიან რომ არის ხომ იცით კანი გამომშრალი და უკვე გექერცლებათ და გაუხაშებული და დაჭიმული, ეს არის მისწრება. ხალხო, დამიჯერეთ, რასაც გეუბნებით. ვისაც გაწუხებთ სიმშრალე კანის, მრავალმხრივ ფუნქციონირებადია, არ არის განკუთვნილი კონკრეტულად სხეულის ერთი ნაწილისთვის. როგორც თქვა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანზე, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახეზეც. მე პირადად გუშინ წინ წავისვი ეს სახეზე, კანი მქონდა ცოტათი გამომშრალი, აი ამ ადგილებში, ასე ვთქვათ, მეკერცლებოდა და ღამის რუტინის დროს, აი ამით დავასრულე, დავუშვათ სახის კრემის მაგივრად, კვირაში 2 ჯერ შეგიძლიათ იხმაროთ ეს. ძალიან კარგია. ორი ცალი აი ასეთი ტუჩის ბალმი, პირველი ეს არის სებამედის ბავშვის ხაზიდან, რომელიც წერია რომ შეიცავს შიას კარაქსი არის დამზადებული, თუმცა არ მომეწონა, ნახეთ ძალიან ცოტა არის დარჩენილი.
ჩემი პრობლემა არის ყოველთვის ტუჩები, მაწუხებს საშინლად ტუჩის სიმშრალე და თუ არ მივაშველე ტუჩის ბალზამი, ჩემი ტუჩები ყოველთვის არის გამომშრალი, გაუხეშებული, გადატყავებული და არ ვიცი. თუ კი რამე არსებობს, ყველაფერი სჭირს ჩემს ტუჩებს. ხო. ეს არ მომეწონა არანაირად. კი ბატონო, იმ წუთას არ ბილებს ტუჩებს, თუმცა არანაირად არ ყვებავს. 15 წუთის შემდეგ ზუსტად იგივე შეგრძნება გაქვთ გაუხეშებული გამომშრალი ტუჩების. მოკლედ, ეს არ ვარგა, გვერძევდებთ. ხო. და რა არის კარგი? ეს არის აი ასეთი ამერიკული კომპანია Carmex-ი, უპოპულარულესი კომპანია. ყოველ შემთხვევაში ამერიკაში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. ეს არის ტუჩის ბალმი და ასევე აქვს SPF 15 დაცვა. და ტუჩზე წასმის შემდეგ ისეთი თითქოს აი ცოტა გაყინვის შეგრძნება გაქვთ, როგორც მენთოლი. აი მენთოლიან კევს რომ დაღეჭავთ პირის ღრუს, ხო, თქვათ ისეთი თითქოს გეყინებათ, ხო, პირის ღრუს სიცივის შეგრძნება გაქვთ, ზუსტად იგივე შეგრძნება გაქვთ ტუჩებზე, მაგრამ ეს ყველაფერი გადის 10-15 წუთში და ძალიან კარგად არბილებს ტუჩებს, ძალიან კარგად ებრძვის თქვათ იმას, რომ ტუჩები არ იყოს გაუხეშებული. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, ღირდა 2 ევრო ნახევარი, აი ეს პროდუქტი. ყოველდღიურად, კი რა, დღეში რამდენჯერ, ანუ როცა შეშრება ეს ყველაფერი ისევ ვისმევ თავიდან, სულ ჯიბეში მაქვს და აუცილებლად შევიძენ კიდევ 2 ცალს დამატებით, აი ასეც. და დავასრულებთ ვიდეოს აი ამ სახის სკრაბით. ეს არის ასევე ბერძნული ფირმა კორესი, ასე ქვია, კორეს სკრაბ. და ეს არის წერია რომ ეს არის ღრმა წმენდა, თუმცა ეს არანაირად არ არის ღრმა წმენდა. მოცულობა არის 18 მილიგრამი და ეს არის ისეთი, მგონი არის კიდევ შიგნით დარჩენილი ცოტა. სუბუქი სკრაბი სახის. მე სკრაბებს მთლიან სახეზე არ ვხმარობ. მარტო ცხვირის ადგილებში და აი ამ ადგილებში ნიკაპზე, ტეზონაზე. ნახეთ როგორი, ანუ შიგნით არის ძალიან არც ჩანს წვრილი ბურთულები. ну სწორედ ეს არის სკრაბის ფუნქცია, ხო, რომ გაწმინდოს კანი, თუმცა ეს არ არის ესეთი ინტენსიური სახის წმენდა, ეს არის მსუბუქი სკრაბი, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ ყოველდღიურად სკრაბები არ გამოიყენოთ, მით უმეტეს, როდესაც გაქვთ ფორების სახეზე, ისეთი დიდი ფორები, ვთვლი, რომ ეს კიდევ უფრო გააფართოვებს ფორებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაიწმინდოთ, კვირაში 2 ჯერ შეგიძლიათ და ძალის დატანება არ სჭირდება, ესეთი მსუბუქად, ხელის მსუბუქი მოქმედებით გაიწმინდეთ კანი. ეს ღირდა 2 ევრო ნახევარი, როგორც წერია ღრმა წმენდა არ არის ეს, არ გვაძლევს ღრმა წმენდას, თუმცა ესეთი მსუბუქად რომ გავწმინდოთ კანი, ძალიან კარგია. ჩემი პლუსი აი ამ კორესის სკრაბს და ხო, კიდევ ერთხელ შევიძენ, რა თქმა უნდა, როდესაც დამთავრდება სხვები, ჯერჯერობით აქ გავჩერდები. ხო, და დავასრულეთ მეგობრებო, ყვეშველა. როგორც იქნა. დღევანდელი ვიდეოც მზად არის, სულ ეს იყო, გაგიზიარეთ ჩემი შეხედულებები და ჩემი აზრები პროდუქტებზე, რომელიც მომეწონა ან არ მომეწონა. ხო, თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, დამილაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და მიკომენტარეთ, გკოცნით ბევრს.